29 ივნისიდან 1 წლით იუპიტერი შევიდა ლომში. წინა პერიოდში ვქონდა კირჩხიბში 1 წლით და შეიძლება ითქვას, რომ ტიპიურ კირჩხიბებს, ანუ აქ ტიპიური იგულისხმება. ტიპიური არის ადამიანი თავისი ნიშნის წარმომადგენელი, თუ აქვს მინიმუმ 3 პლანეტა ერთ ზოდიაქოს ნიშანში, ხო, თავის მზის ნიშანში. ეს საკმაოდ იშვიათია, მაგრამ არიან ტიპიური კირჩხიბებიც. ანუ ტიპიურ კირჩხიბებს ჰქონდათ საკმაოდ დადებითი ეს 1 წელი, იმიტომ რომ იუპიტერი წყალობის, გაფართოების, იღბლის პლანეტა იყო ამ ნიშანში. ეხლა შევიდა ლომში. შესაბამისად, ჩვენ შეგვიძლია მივულოცოთ ლომებს, რომ მართლაც კარგი პერიოდი დაიწყო ლომებისთვის. ეხლა იუპიტერის რას წყალობს? ეს არის რა? მოგზაურობა პირველ რიგში, თუ გინდოდათ რაღაცა მოგზაურობა, ახალი ჰორიზონტების აღმოჩენა და ასე შემდეგ, ძალიან კარგი პერიოდია მაგისთვის. ამავდროულად, კარგი არის რაღაც ახალი სფეროს შესწავლა, ხო, იუპიტერი არის ცოდნასთანაც კავშირში, განათლებასთან, მსოფლმხედველობასთან. ამიტომ განათლება, ახალი ცოდნის მიღება, შეძენა, კიდევ ახალი საქმის წამოწყება, ხო, თქვენს უკვე არსებულ ბიზნესში და უშუალოდ გაფართოება და ასე შემდეგ. ჩვენიერი პერიოდია, მაგრამ აქ არის ერთი და მნიშვნელოვანი მაგრამ. აუცილებელი არის, რომ ყველა ლომმა გაითვალისწინოს, რომ ეს არის მაინც ინდივიდუალური, გააჩნიათ თქვენს პირად რუკას, ანუ ყველა ლომს ხო არ აქვს ერთნაირი პირადი რუკა, თუმცა ზოგადად, რა თქმა უნდა, ეხლა ლომებისთვის კარგი პერიოდი დაიწყო იუპიტერი რომ შევიდა ლომში.